de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 200 ეპიზოდს გადაცემის აკვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. 1 წელი და 3 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. უკრაინაში ომი ყველაზე გვიან 1 წელიწადში დასრულდება. ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება დასრულდეს. 1 წლის წინ ქოცებს იმედი ჰქონდათ, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში რუსეთი მოიგებდა ამ ომს. და მერე გვეტყოდნენ, ნახეთ რა ჭკვიანები ვართ, მსონი რუსეთზე რომ დავდეთო. ქოცებო, ერთმა გაგისხათ. მართალია ბილეთში სულ 1 გეწერათ. მაგრამ მაინც შეგიძლიათ დაემშვიდოთ თავი, რომ ერთმა გაგისხათ. ვერ მოიგებს რუსეთი ომს. ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, თქვენ უფრო ადრე მიხვდებით ამას, თუ პუტინი. თებერვალში 25 თებერვალს 4 წელი და 3 დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთს კიევის 3 დღეში უნდა აეღო. ჩემი აზრით 2026 წლის 25 თებერვალამდე უნდა მიხვდეთ ქოცები და რუსები, რომ რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც ფიქრობდით. აი 25 თებერვლისთვისაც თუ ვერ მიხვდებით ვერაფერს, მერე უკვე ვეღარას დროს მიხვდებით. წლები გავა, ხელისუფლებაში აღარ იქნებით, პუტინი ცოცხალი აღარ იქნება. ვიღაცები ციხეებში იქნებით, მაგრამ მაინც არ დაიჯერებთ, რომ რუსეთმა ომი ვერ მოიგო. რამდენიმე საინტერესო სტატისტიკას გეტყვი და დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. ან ვინმე ახლობელს თხოვეთ ქოცებო, რომ დასკვნა გამოიტანოს და როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პირველი 4 თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი წინსვლა ჰქონდა. რატომ? პასუხი მარტივია, უკრაინა არ იყო ომისთვის საკმარისად მზად, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, არც დასავლური იარაღი ჰქონდა. თავის მხრივ რუსეთი კარგად მომზადებულ ნავარჯიშებ აღჭურვილი იყო, საბჭოთა იარაღის მარაგებით სავსე და ძლიერი ეკონომიკით. 2022 წლის ივლისში რუსეთს 81,000 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწა ჰქონდა ოკუპირებული. ამასობაში უკრაინა ნელ-ნელა აზრზე მოვიდა, დაიწყო ჯარის გაძლიერება, რეფორმირება, წამოვიდა დასავლური იარაღი, სანქციები. დღეს 2025 წლის ივლისია და მოდი ვნახოთ რა მოხდა ამ 3 წელიწადში. 2022 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდში. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის 69,000 კვადრატული კილომეტრი. გაიგეთ? 81,000 ხო იყო? 69,000. ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 100,000-ობით სამხედრო, 10,000-ობით ტექნიკა, უფსკრულის პირას მიიყვანა ეკონომიკა და ტერიტორიულადაც გავიდა მინუსში. თქვენ ხო გჯერათ, რომ რუსები იხოცებიან, ტექნიკას კარგავენ, მაგრამ მაინც მიცოცავენ წინ? ხო და არა, ჩემ მიცოცავენ. ანუ კი, რაღაც მიმართულებებზე მიცოცავენ, მაგრამ მე ბრახ და ჩამოათლიან. 3 წლის წინ რომ გაეჩერებინა პუტინს ომი, 3 წლის წინ რომ გაეჩერებინა პუტინს ომი, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია შერჩებოდა დროებით, ვიდრე ახლა აქვს. 3 წლის წინ რომ გაეჩერებინა ომი, საბჭოთა სამხედრო მარაგებით შერჩებოდათ, მილიონი ჯარისკაცით მეტი ეყოლებოდათ, გადარჩებოდა შავი ზღვის ფლოტი და სტრატეგიული ავიაცია და ეკონომიკაც კარგ ფორმაში იქნებოდა.
ხვდებით? თუ მაინც ვერ ხვდები. კაი, ჩემი აზრით ირაკლი ყობახიძე რაღაცებს უკვე ხვდება. ვიძინას პრემიერმა განაცხადა, უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორმანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის, ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას. რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს. ცოტა ხმაში კანკალი ეტყობოდა ირაკლის. ირაკლი ზოგადად სულ უკანკალებს, მაგრამ ამჯერად ჩვეულებრივზე მეტად უთორთოდა. კოცებო, აბა მიატოვეს უკრაინაო. უკრაინა მიატოვეს, საქართველოს ვინ დაუდგება გვერდითო, აბა გაწიდესო უკრაინაო. ჩამოყალიბდით, უკრაინა მიატოვეს, თუ მაქსიმალურად აიარაღებენ. ირაკლი ზარქოას განცხადებით, უკრაინას დედა ეტირა. კი ირაკლი. უკრაინას დედა ეტირა და შეხარ კარგად. კარგი, შესაძლოა აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც აგიხსნი. მსხვერპლზე ნიშნის მოგებით საუბარი ძალიან ტეხავს. ქვეყანას თავს დაესხა დედამიწის უდიდესი სახელმწიფო. ეს ქვეყანა გმირულად იცავს თავს და ბუნებრივია დანაკარგიც აქვს. და ამაზე ნიშნის მოგებით საუბარი ძალიან ტეხავს. წარმოიდგინეთ დაყაჩაღებულ ადამიანზე რო თქვა, რომ მაგას დედა ეტირა, მე კარგად ვარ. ეგეთ რაღაცას ამბობდა. სირცხვილი. ახლა კი რუბრიკა 100 გადაცემის წინა გადაცემის მიმოხილვა. გავიხსენოთ 100-მეათე გადაცემაში რა ხდებოდა, რაზე ნერვიულობდით, რაზე დავცინოდით კოცებს. ყველაზე საინტერესო რაც ძველ გადაცემაში ვიპოვეთ, იყო ყობახიძის განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე. მაშინ ირაკლის პირველად აღმოხდა, რომ ამ ომში რუსეთისკენ იყო. ომში უპირატესობა აქვს რუსეთს. 1-2 კვირა უკრაინას დასახლებული პუნქტი არ აუღია. ვერ დამალა სიხარული ყობახიძე. ისეთი სამარცხვინო იყო მაშინ ირაკლი, რომ საერთაშორისო გამოხმაურებაც მოყვა მის ამ განცხადებას. ისე ჩანს თითქოს ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება, თვითავდნენ ამერიკელი დიპლომატები. დევიდ კრამერმა კი ირაკლის პირდაპირ სამარცხვინო უწოდა. ისე ჟღერს თითქოს ირაკლი ყობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს. ეს სამარცხვინოა, განაცხადა მან. 2 წელიწადნახევრის წინ ყობახიძის პროგნოზი თუ კი რუსეთის გამარჯვება იყო, ირაკლი ახლა უფრო ყაიმისკენ იხრება. გუშინ ყობახიძემვე თქვა, პრეზიდენტ ტრამპს უსურვებთ წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა Deep State-ის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს. რისი მიზანიც ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ ევროპის და რუსეთის ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს. დედა ნახევარ პლანეტას ყობახიძემ, რომ ეს რაღაცასთან დაეკავშირებინა. ნახევარი პლანეტა, ჩვენი კონტინენტის ნახევარს დედა ხნა. მოკლედ, კოცების ახალი ნარატივია, რომ რუსეთი, ევროპა, უკრაინა ყველა წააგებს, ყველა დაინგრევა. ეს ისეთებს ლაპარაკობს, სულ რომ ლეგიტიმური პრემიერი იყოს, ამასთან შეხვედრას მაინც ყველა მოერიდება. როგორც ხედავთ, 100-მეათე ეპიზოდთან შედარებით, ყობახიძეს დიდი წინსვლა აქვს. რუსეთთან მოგებიდან ნელ-ნელა ფრისკენ იხრება. ნახოთ რა იქნება კიდე 100 ეპიზოდის შემდეგ. იმედია ესენი აღარ იქნებიან. უეჭველი კი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 300-მეათე ეპიზოდში ან
კოცები აღარ იქნებიან, ან 300 ეპიზოდი აღარ იქნება. გავაგზავნოთ ცუდი ამბები. კოცების მთავარი მონაპოვარი ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხეშია. ვიზა ლიბერალიზაცია ხო გახსოვთ? მარტო კოცების დამსახურება რო იყო ვიზა ლიბერალიზაცია არც ერთ თავრობას არაფერი რო არ გაუკეთებია ამისთვის ესენი რომ მოვიდნენ და 4 წელიწადში რო გააკეთეს 20 წლის საქმე და უვიზო რომ მოგვიპოვეს აი ეგ მონაპოვარი საფრთხეშია. კოცების განცხადებით ევროპამ დაგვიყენა ულტიმატუმი ან უვიზო მიმოსვლა ან გეების პარპაში. 2017 წელს როცა უვიზო მივიღეთ კოცებმა აირჩიეს გეების პარპაში. მაშინ დავკარგეთ ქართველობა. კაცი აღარ იყო, ქალი აღარ იყო და ამაზე დათანხმდა ოცნება. ახლა ასე აღარ იქნება. კაცი იქნება. ქალი და უვიზოს ვიკიდებთ. 2017-დან დღემდე ვინც დაკარგეთ ქართველობა თქვენი დედა აღარ იყო და მამა განცხადებით მიმართავთ თავრობას და მოითხოვთ ზიანის ანაზღაურება. უვიზოს მოქმედების პერიოდში ვინც კი ქართველობა დაკარგეთ კოცები ყველას აგინაზღაურებენ ზიანს. ირაკლი კობახიძემ ევროპას ძველი ცოდვებიც გაახსენა. ოღონდ რამდენად ძველი. ციტირებ. ადამიანებს წვავდნენ ევროპაში განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს. არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავა. ეს ის შემთხვევა, როდესაც რუსებს უნდა დავესესხოთ. როგორც ნებისმიერი რუსი იყო და ნებისმიერ ვიდეოში, რომელშიც რაღაცით გაოცებულია, იბა! რუსებისთვის ხო არ აქვს მნიშვნელობა, რას უღებენ ვიდეოს, ზღვაში მზის ჩასვლას თუ საწყობის აფეთქებას. ყველაფერზე ერთნაირი რეაქცია აქვს. იბა! ჩვენ ეგრე ვართ უკვე კობახიძის ნებისმიერ განცხადებაზე. ანუ ტიპი ჩვეულებრივი უბნის ბირჟის გეოპოლიტიკოსი გახდა. ევროპა 2025 წელს გვეუბნება, რომ ჩემს ოჯახში ყოფნა თუ გინდა, ადამიანი არც ერთი ნიშნით არ უნდა დაჩაგროო და ესენი პასუხობენ 1600 წელს შენ არ დაწვიო ჯორდანო ბრუნო ბიჭო. ჯერ ერთი ევროკავშირში არის 27 სახელმწიფო. რა შუაშია სიტყვაზე შვედეთი ჯორდანო ბრუნოს ამბავდა. ან ფინეთი რა შუაშია, ან უნგრეთი რა, ან ჩეხეთი. იტალიაც კი რა შუაშია. აია კალასმა გითხრა, რომ ადამიანების ჩაგვრა არ მოსულა. აია კალასი არის ესტონელი ქალბატონი. რა შუაშია აია კალასი ჯორდანო ბრუნოსთან. ანუ სურო ნეაპოლელი იყოს აია კალასი ჯორდანოსავი ჯორდანო ბრუნო დაწვა ბნელმა ეკლესიამ. ევროპის კავშირი არ არის საეკლესიო გაერთიანება. ჯორდანო ბრუნოს მაგალითი პირიქით იმათ შეუძლიათ მოიყვანონ, რომ თქვენი ბნელი სასულიერო პირები რო ტაბურეტკები დარბიან, ნუ იქცევით ეგრე, თორე ბნელი მამაოები რო გავაბლატავეთ ჩვენა, გახსოვთ რა მოხდა? უმაგრესი მეცნიერი დაგვიწვეს კოცონზეო. ეგრე დაგემართება თქვენც თუ ასე გააგრძელებთო. ჯორდანო ბრუნოს მაგა იმათი არგუმენტია. რავი, ძალიან ნანოფრო კობახიძის ტოპ 100 განცხადება უკვე გაკეთებული გვაქვს. პირველი ადგილი ამ განცხადებას უპირობოდ და სამუდამოდ. მომავალშიც ვერაფერ სიტყვის ამაზე ერავი. რას არ მივცემდი, რომ რომელიმე ევროკავშირის მაღალჩინოსნის სახე მანახა, როდესაც ამ განცხადებას უთარგმნიან.
ქალბატონო ურსულა, ირაკლი კობახიძის განცხადება მოისმინეთ? არა, რა თქვა? ადამიანებს წვავდნენ ევროპაში განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვესო. აი ამ მომენტში მისი სახე. მოკლედ, უვიზო რეჟიმს დიდი ალბათობით დავკარგავთ. ქოცები ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის პრივილეგია ევროკავშირის მეგობრებისთვის. ევროკავშირი გეუბნება, შენ თუ მოგწონს ევროკავშირი, იზიარებ ჩემ ღირებულებებს და გინდა ჩემთან მეგობრობა, გენაცვალოთ ჩემი თავი, აგერ ვარ, მოდი, ჩამოდი, ჩამოვალ. თუ არ მოგწონ ვარ და გარყვნილი გონი ვარ და ცუდი და ჯორდანო ბრუნო დავწვი. რად გინდა უვიზო რეჟიმი ეგეთთან? ვინც მოგწონს იმასთან კონდეს უვიზო და გვაქვს კიდეც რუსეთთან. ასე მარტივია ყველაფერი. თან ევროკავშირი ლანძღოს ჩვენმა დე-ფაქტო მთავრობამ და თან ევროკავშირის მეგობრების პრივილეგიებით ვისარგებლოთ, ეგ როგორ წარმოგვიდგენია? ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქამდე არ გაგვიუქმეს უვიზო და შეიძლება კიდე რაღაც პერიოდი არ გაგვიუქმონ, არის ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. იციან, რომ ქართველ ხალხს გვინდა ევროკავშირი და უბრალოდ ბიძინას ტყვედ უყავართ აყვანილი. მაგრამ ვერასდროს თუ ვერ მოვიშორეთ ქოცები, ბოლოს დაგვანებებენ ისის თავს. იმათაც აქვს მოთმინების ფიალა და როგორც ჩანს, გაივსო იმათი მოთმინების ფიალაც. უვიზო მიმოსვლა არ არის მხოლოდ ევროპაში საგულაოდ სიარული და ლამაზი ქალაქების დათვალიერება. 100,000-ობით ქართველისთვის უვიზო მიმოსვლა არის საშუალება ნახონ ოჯახის წევრები. წავიდნენ სეზონურ სამუშაოებზე, წავიდნენ სამკურნალოდ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში. ამ ყველაფერს კარგავთ, თორე საგულაოდ თუ ვერ წავალთ სადმე ჯანდაბად, საგულაოდ ძირითადად მაინც ქოცები დადიოდით. აქვე მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს მიულოცოთ. ბიძინას აზრით ქართველების მთავარი პრობლემაა, რომ საზღვრები გაიხსნა, წავედით, ნახეთ როგორ კარგად ცხოვრობენ ევროპელები და ჩვენც მოგვინდა. გილოცავ ბიძინა, ჩვენი შვილები ვეღარ წავლენ. ვეღარ ნახავენ კაი ცხოვრებას და მათ აღარ მოუნდებათ. შენ შეხვალ ისტორიაში როგორც დიდი ქართველი, რომელმაც საქართველო შურისგან იხსნა. გუშურდა სხვების კაი ცხოვრების და შენ ორი არჩევანი გქონდა, ან აქაც კაი ცხოვრება მოგეყვანა და ან უვიზო დაგვეკარგა. შენ მეორე გზა ირჩიე, ბრძენი კაცი ხარ ბიძინა. რადგან ქოცები რაღაც უაზრო ჭორებს იგონებენ, თითქოს ევროკავშირი ომში ჩართვას გუთხოვს და მსგავსი 1000 სისულელე, ჭორები როგორ უნდა ახლა განახებთ. რუბრიკა ჩვენი მოგონილი ჭორები. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დამთხევა იქნება შემთხვევით. თურმე ბიძინამ სოლოლაკის სასახლე ყულაბად გადააკეთა. 4 მილიარდის ხურდას ინახავს მან. თურმე ვარკეთილის მეტროში ჰომო ერექტუსის ძვლები აღმოაჩინა. თურმე ბათუმში მოსკოვის სპარტაკის ფანებმა პეტერბურგის ზენიტის ფანების სცემეს. თურმე კობახიძეს თუ დაჭეჭყავ ძალიან ენერგიული ხდება. თურმე სოზარ სუბარმა არც იცოდა ევროპასთან უვიზო რო გვაქვს. თურმე თეატრულუკიანი როთრება ჭიქებს ჭამს. თურმე ბიძინა თავის მეკვლეს 100 მილიონს თხოვს. თურმე ქოცებს გავრილოვი ისევ ჩამოყავთ. თურმე სოზარ სუბარს ბიძინა არაფერს არ თხოვს. თურმე რუსთავის დირექტორად გელა გელაძე გადაყავთ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად ბაკურად. თურმე ზარქუას ესტონეთთან მიახლოებაც აეკრძალა. ეს იყო დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ჭორი. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დამთხევა იქნება შემთხვევით. ესტონეთი ვახსენეთ და ესტონეთმა ყველა დაასანქცირა.
პლუს 19 ადამიანი დაასანქცირა. ახლა ჯამში უკვე 102 ადამიანი ყავს დასანქცირებული. ესტონეთმა თეატრულუკიანის კომისიის ყველა წევრი დაასანქცირა. აგალუნა. კოცებს შეგიძლიათ ამჯერადაც იღადაოთ, რომ ესტონეთში თუ არ წავალ დიდი ამბავი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ესტონეთის წინა სანქციებზეც ეგრე ღადილაობდით თქვენა და ესტონეთს მე სხვა ქვეყნებიც მიხვა. კაი, ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? როდესაც ვამბობდით, რომ რეჟიმი ყველასთან მოვა, ყველაში მართლა ყველას გულისხმობდით. ერთ სათაურს წაიკითხავთ. გორის მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქებული ძაღლები რუსეთში მიყავთ. მარტო მე, შენ, კოცებს და კოც ბიზნესმენებს კი არა. ძაღლებსაც შეეხება ეს რეჟიმი. რავი, ძაღლებზე მე მართლა ვერ ვფიქრებდი, მაგრამ იდიან, აი რატო შეკარ ძაღლი დაიბადა, გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში. რუსეთში რატომ მიყავთ? რაგი თუ იმე დარჩით ამ ქვეყანაში ვინც ფიქრობთ რომ მე კარგად ვიქნები და თქვენ ისერი გიტეხიათო არ დაიჯეროთ ეგა ვერავინ იცხოვრებს კარგად ვერავინ იცხოვრებს კარგად აქა ვერც ნაცი ვერც კოცი ვერც გირჩი ვერც ლელო ვერც აპოლიტიკური ვერც ძაღლი არ არსებობს ეგეთი რეჟიმი, რომელიც ვინმეს უფლებას მისცემს იყოს თავისთვის კარგად, ფული აკეთოს, იგულაოს, არ მომხდარა ჯერ ეგეთი კაცობრიობის ისტორიაში და არც მოხდება. კოცებმა და კოცების ბიზნესმენებმა ხო გამოსცადეთ უკვე რას ნიშნავს დიქტატურაში ცხოვრება. ხო და სანამ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი. მორჩით უკანალის თამას, დაიწყეთ ბრძოლა საკუთარი კეთილდღეობისთვის. ქვეყნის კეთილდღეობისთვის კი არა. ქვენი კეთილდღეობისთვის. ეგ მაინც გამოგდით კარგად. შეიძლება არც დიდი ბიზნესი გქონდეს, შეიძლება აპოლიტიკური იყო და ფიქრობდე რომ არც ფული მაქვს, არც პოპულარობა, არც აქციებზე დავდივარ. მე რაზე უნდა შემეხოს რეჟიმიო, მაგრამ ცდები მეგობარო, რაღაც ნიშნით მაინც მოგადგებიან. რავი, დიდი გლუშიწელი გექნება მანქანაზე და მაგაზე მოხდება. შეიძლება საჭმელად იჯდე რესტორანში და გადაცხრილვაში მოყვე. ქუჩაში მიდიოდე და შენობა დაგეცეს თავში, იმიტომ რომ მერს ყველაფერი ფეხებზე კიდია თუ ფულის პონტი არ არის. ხო და სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის, გამოვხიზლდეთ მეგობრებო. სულ ეს არის დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შეხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე. ამაზე უფრო გზელი გეგმები არ გვინდა.